Დაბერეთერში ბრუნდები და ვიდრე ჩვენ დღევანდელი გადაცემის შემდგომ სტუმარს წარმოგიდგენდეთ, ყავს გამარჯვებული ვიქტორინის დილამშვიდობის მოგესალმებით. დილამშვიდობისა. თუ შეიძლება თქვენის ნებართვით მე გავიმეორებ შეკითხვას და შემდგომ თქვენ სწორ პასუხს დავალოდები, ვინ იყო ქართლის კათოლიკოსი მე-7 საუკუნის დასაწყისში, როცა ქართულ და სომხურ ეკლესიათა შორის საბოლოო საეკლესიო განხეთქილება მოხდა? ეს გახდა კირიონ პირველი. კათოლიკოსი კირიონ პირველი, მართალი ბრძანებები და გადმოგეძებათ საჩუქრად ყოველწმინდა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც დააწესა საეკლესიო მაღაზიაზე. აი, დიდი მადლობა, რომ მიიღეს მონაწილეობა და გისურვებთ ჩემს წარმატებებს. ვირფოსო ტელემეყურებლებო, წარმოგიდგენთ ჩვენ დღევანდელი გადაცემის შემდგომ სტუმარს, ექიმი ქეთევან ვაშაკაშვილი, სტომატოლოგი. მოგესალმებით ქეთევან. ნუ თემა ბუნებრივია იქნება პირების მოვლა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. არა მარტო სილამოის, ალბათ ჯანმრთელობისთვისაც. ხო, აი ამაზე თავიდან დავიწყოთ ზოგადად, რა აუცილებელი, რა ჰიგიენა აუცილებელი საჭირო, რომ კბილები იყოს მოვლილი და შემდგომი პრობლემები, ან შემდგომი გართულებები არ მოხდეს და აქვე ამ კითხვას მოვაპოვ, როგორც მე ასე მგონია, რომ ალბათ ჰიგიენა კბილების და მოვლა არ არის მარტო ლამაზი ღიმილი. ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? რა თქმა უნდა. ჯანმრთელი კბილები ეს არის ლამაზი და ჯანსაღი ღიმილის საწინდარი. აუცილებლად დავაყოლებთ ამას და არის რაღაც რამოდენიმე მარტივი რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოს ჩვენი ეთერის მსმენელმა, რათა კონდეს ჯანმრთელი კბილები. ნუ რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანი სტომატოლოგიურ კაბინეტს უნდა სტუმრობდეს წელიწადში ორჯერ, იმის და მიუხედავად მას აქვს გამოხატული ჩივილები თუ არა აქვს. არსებობს კბილების ისეთი დაზიანება, ანუ კარიესი ლაქის სტადიაში, რომელსაც პაციენტი თვითონ ვერ აღმოაჩენს, თუ რა თქმა უნდა ეს არ არის გამოხატული ფრონტალურ ანუ წინა კბილებზე. არის კბილის ქვები, ნადები, რომელიც თვითონ პაციენტმა შეიძლება ვერ აკონტროლოს. ამ ყველაფერმა კი შედეგად გამოიწვიოს ღრძილების ანთება, გინგივიტი, პაროდონტიტი. ამიტომაც წელიწადში ორჯერ სტუმრობის დროს პაციენტი ახდენს პირისღრუს, ექიმი ახდენს პაციენტის პირისღრუს დათვალიერებას, ხდება პირისღრუს სანაცია, ანუ უფრო მარტივად რომ აგიხსნათ, ეს არის პირისღრუს ჰიგიენის კონტროლი, კბილების გაწმენდა, ეს არის ულტრაბგერითი აპარატით, სკეილინგით, ხდება ქვების და მაგარი ნადების მოცილება, ხოლო airflow სისტემის აპარატით, ანუ ეს არის წყლისა და ჰაერის ძლიერი ჭავლი, რომელთანაც ერთად ხდება შერევა. ეს ჩვეულებრივი გაწმენდა, ხო რა? ეს არის ჩვეულებრივი გაწმენდა, კბილების გაწმენდა გამაჯანსაღებელი პროცედურაა, თუმცა ესეც კბილებს ათეთრებს 1 ან 2 ტონით. და ამ დროს კარიესისგან, ხო, ერთ-ერთი. რა თქმა უნდა, ეს არის კბილების მიუწვდომელი ზედაპირებიდან პიგმენტაციის და ნადების მოცილება და რა თქმა უნდა გამოვლინდება ამ დროს უკეთესად თუ არის სადმე წარმოქმნილი კარიესული ლაქა ან თუ არის რაიმე ზედაპირული კარიესი. ნუ რა თქმა უნდა გარდა სტომატოლოგთან ვიზიტისა და პირისღრუს სანაციისა პაციენტმა აუცილებლად უნდა სწორი კვების რაციონი შეირჩეს პაციენტის. კბილების სწორი კვების რაციონი რას ნიშნავს? ანუ არატკბილეული რა თქმა უნდა ეს არის ნახშირწყლების შეზღუდვა კვების რაციონი. შედაც კარგია, რა თქმა უნდა ეს არის ბავშვებისთვისაც. სტომატოლოგიურს და კბილებს. მოზრდილებისთვისაც გასათვალისწინებელი, რადგანაც ნახშირწყლები ეს არის პირველი წყარო იმის, რომ ნახშირწყლოვანი საკვები, რომელიც პირისღრუში ხდება და ადგეზირდება კბილების ზედაპირზე, აი ეს ქმნის იმ ხელსაყრელ გარემოს პირისღრუში არსებული მიკრობებისათვის, კერძოდ ესენი არიან სტრეპტოკოკუს მუტანსები, რომლებიც ადგეზირდებიან აი ამ საკვების ნაწილაკებზე. მოიხმარენ მასში არსებულ გლუკოზას და ამ გლუკოზის ათვისების პროცესში გამოყოფენ რძემჟავას და ეს არის ის ნივთიერება, რომელიც იხსნება ნერწყვში და ნერწყვში მჟავური გარემოს მომატების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კარიესის განვითარების რისკი არის ძალიან მაღალი. ანუ ეს არის კარიესი, ხო რა, შემდგომ უკვე პროცესების შემდეგ. კარიესი საერთოდ ეს არის კბილის მაგარი ქსოვილების პათოლოგიური პროცესი, რომელიც ვითარდება კბილების ამოჭრის შემდგომ და ეს ხორციელად გამოიხატება იმით, რომ ხდება კბილის მაგარი ქსოვილების, მინაგრის და დენტინის დემინერალიზაცია, ანუ მინერალური მარილებისაგან ასე ვთქვათ, გამორეცხვა, გამონთავისუფლება, რაც შემდგომ ვლინდება კბილის მაგარი ქსოვილის დარბილებით და ჩვენთვის ნაცნობი კარიესული ღრუს წარმოქმნით. და აი კიდე რა შეიძლება გავუშვათ რა რა თქმა უნდა ეს არის ანუ რომ დავუშვათ ინდივიდუალური ჰიგიენა, გარდა ჰიგიენის, რომელსაც წარმართავს ექიმი, ეს არის ინდივიდუალური ჰიგიენა, რასაც ყოველდღიურად თვითონ პაციენტი განახორციელებს. რა თქმა უნდა, დილასაღამოს კბილების გახეხვა ესეც ისევ სწორად შერჩეული კბილის პასტით, სწორად შერჩეული ჯაგრისით. აი როგორ უნდა მოხდეს შერჩევა კბილის
პასტის, ჯაგრისის და რამდენი შეიძლება დღეში კბილების გამოყოფა. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია, ესეც სტომატოლოგთან შეთანხმებით, ანუ ყველას ინდივიდუალური პირისღრუ აქვს, ინდივიდუალური კბილის ანატომიური აგებულება. არსებობს მინანქრის სისქე, რომელიც ზოგიერთ პაციენტში კბილში არის გამოხატული უფრო სქელი ფენა და არის უფრო თხელი მინანქარი, რომელიც ადვილად იცვლება. დიახ, რა თქმა უნდა, და ხდება კბილების მაგარი ქსოვილების ცვეთა. ასეთ შემთხვევაში ექიმი შეურჩევს პაციენტს შესაბამის ჯაგრის, არსებობს ჯაგრისის თვითონ ფორმების სიხისტის მიხედვით კი ეს არის რბილი ჯაგრისი, საშუალო სიმაგრის ჯაგრისი და არის უფრო ხისტი ჯაგრისები. რა თქმა უნდა, სწორად უნდა შეირჩეს კბილის პასტაც. ეს არის კბილის პასტა მოწოდებული ჩვენს ბაზარზე არის ძალიან დიდი რაოდენობით, რა თქმა უნდა, მაგრამ იმის და მიხედვით პაციენტში არის უფრო გამოხატული მიდრეკილება და განწყობა კარიესის განვითარებისკენ, თუ აქ არის ღრძილების ანთებითი პროცესები, შესაბამისად გარკვეული შემადგენლობის პასტა ენიშნება პაციენტს. თუ გარდა კბილის პასტის და ჯაგრისის არსებობს დამატებითი ჰიგიენური საშუალებები, ეს არის ფლოსები, ანუ კბილის ძაფები, სხვადასხვა ირიგატორები, კი, რა თქმა უნდა, საბლებები, რომლებიც ახასიათებს კარიესის პროფილაქტიკური მოქმედება, ასევე ახასიათებს ღრძილების ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ნუ მუდმივად ამ სავლების გამოყენება არ ხდება, ეს რა თქმა უნდა, გარკვეული პერიოდულობით ენიშნება საჭიროებისამებრ პაციენტს. ნუ რა თქმა უნდა, აქვე უნდა შევეხოთ ჰიგიენის დროს ბავშვთა ასაკში ეს ყველაფერი რომელი ასაკიდან იწყება კბილების პირველივე კბილის ამოჭრის დროს ბავშვი უნდა მივაჩვიოთ დიახ თავისი პირის ღრუს მოვლას კი და როდესაც უკვე ამოიჭრება ბავშვთა ასაკში საღეჭი კბილები ჩვენ ვიცით რომ საღეჭ კბილებს ბუნებრივად აგებულება ესეთია რომ აქვს ფისურები ანუ ღრმა ჩანაჭდებები ეს არის ერთ-ერთი ისეთი კარიესისათვის საყვარელი ადგილი რომ სადაც ადვილად ვითარდება კარიესული ღრუ ანუ ამ ღრმულებში ადვილად ხდება ადგეზირება ამ საკვების ნაწილაკების და შესაბამისად მათზე მიკროორგანიზმების ადგეზირებაც. ამიტომ პროფილაქტიკის ერთ-ერთი სახეობა ბავშვთა ასაკში ეს არის ფისურების ჩაბეჭდა. ანუ იონომერული მასალით ეს არის სპეციალური საბჟენი მასალა, რომელიც არის აბსოლუტურად უვნებელი კბილის ქსოვილისათვის. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ კბილების ქსოვილების მოცილება ფაქტიურად ღრმა ფისურის არსებობის შემთხვევაში არ ხდება. ან მინიმალური ინვაზია ხდება, მხოლოდ მინიმალურად მოცილება. და რა ასაკის ბავშვია 2 წლის ბავშვი 2 წლინა? არა, ეს არის, როდესაც უკვე პირველი საღეჭი კბილები ამოიჭრება. ეს ხდება დაახლოებით 5.5-6 წლის ასაკში. ამოჭრიდან დაახლოებით 1 წლის განმავლობაში ეს ყველაზე ეფექტური პროცესი არის. ნუ არსებობს კიდევ ვიცოდი თუ საღეჭი კბილი ასე გვიან ამოდიოდა. დიახ, პირველი საღეჭი კბილი, ანუ მე-6 მუდმივი კბილი ამოდის 5.5-6 წლის ასაკში. ნუ რა თქმა უნდა ინდივიდუალურია, შეიძლება ზოგიერთ ბავშვთან 5 წლის ასაკში ამოიჭრას, შეიძლება უფრო მოგვიანებით, მაგრამ საშუალო ასაკი ეს არის დაახლოებით 6 წელი. კეთებამ, კიდე აი კვებაზე რო ვისაუბროთ დავუშვათ, ნუ ალბათ ყავა მაინდა-მაინც არ უყვარს კბილებს და ალკოჰოლი. ხო როგორ დიდოს ანუ ეს როგორ არის? რა თქმა უნდა. არც ერთსვავ და არც მეორეს და არ ვიცი. არც ჩაი არ უყვარს. ამიტომ როგორ თქვათ, აი კვება, სასმელი, ალკოჰოლი, სიგარეტი რამდენად აზიანებს, არ აზიანებს, ადოზით შეიძლება მიიღება. ანუ მე ნამინდა გითხოთ ეხლა რომ დავუშვათ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც სამწუხაროდ არ მიმართავს ექიმს, ხო თუ არაცხოს კბილი, თუ უკვე ამოსაღები არ ხდება და დავუშვათ არ მიდის პროფილაქტიკის მიზნით. რა უნდა ქნას იმისთვის, რომ არ დაიზიანოს კბილები და მეტნაკლებად მოვლილი ქონდეს პირის ღრუ. როგორ უნდა იკვებოს, რა უნდა მიიღოს და როგორ უნდა დაიცვას თავი. ნუ რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში შეეხება კვებას და შინაგანად ორგანიზმი როგორ არის გაჯერებული იგივე მინერალებით, ვიტამინებით, მიკროელემენტებით. ნუ რა თქმა უნდა სწორად შეირჩეს კვების რაციონი და დატვირთული უნდა იყოს კვების რაციონი კალციუმის შემცველი საკვებით, ეს არის რძის პროდუქტი, აუცილებელია ბოსტნეულის მიღება, ხილის მიღება, რომელიც ანუ გვევლინება როგორც ფაქტიურად თვითწმენდის საშუალება კბილებისთვის, იგივე ბავშვების ასაკში, დიახ, დაქუცმაცება, ხილის, ბოსტნეულის, ცოცხალი ბოსტნეულის, ну ასევე ხორციც, რა თქმა უნდა, აუცილებელია კვების რაციონში და ისევ, რა თქმა უნდა, ნახშირწყლების საგან თავის შეკავება. ну ეს ფაქტიურად იმის მიღწევა, რომ საერთოდ ამოვიღოთ რაციონიდან ეს არის შეუძლებელი რა თქმა უნდა, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს კიდევ ნახშირწყლოვანი საკვებების პირის ღრუში დაყოვნების დროს.
ანუ არა მხოლოდ რაოდენობას, ის მცირე რაოდენობას იღებს თუ დიდ რაოდენობას, არამედ მაგალითად ბავშვი, რომელიც მუდმივად საწოთ კანფეტს მოიხმარს და დიდი ხნის განმავლობაში წოწნის და არის დაყოვნებული ეს ნახშირწყლოვანი გარემო პირისყრუში, რა თქმა უნდა, აქ უფრო კარიესის განვითარების რისკი არის უფრო მაღალი. დიახ, აი ქიმიური გაწმენდა, რომელიც დღეს ასეა მოდურია, შეიძლება ითქვას. მოგახსენებთ თქვენ ეს არის თუ არა ვთქვათ მოვლის საშუალება? რატო მუშევარი ეს არის? არა, მაინტერესებს უბრალოდ. მოვლის საშუალება არის თუ ზიანსაც აყენებს ემალს? მე ვიცი რომ რაღაც გარკვეულწილად ცოტა ზიანს მაინც აყენებს. რა თქმა უნდა, ნუ პირისყრუს მაგრამ ათეთებს ორი ტონითო ხო? სკეილინგი და კბილების გაწმენდა ერფლო აპარატით, ეს არის აბსოლუტურად გამაჯანსაღებელი პროცედურა. არანაირ ზიანს არ აყენებს. სწორად ჩატარებული კბილის გაწმენდა, რა თქმა უნდა, ეგ სკეილინგი თუ არ დააზიანე კბილის მინანქარი, არავითარ ზიანს არ აყენებს. ცოტა მტკივნეული პროცესი არის ესე ხო? ნუ არასასიამოვნო პროცედურა, როგორ არ ქიმიური არის, ჩვეულებრივი მოგახსენებთ ქიმიურ გათეთრებაზე. ქიმიური გათეთრება ეს არის კბილების ფერის შეცვლა რამოდენიმე ტონით. ეს შეიძლება იყოს გამოხატული 4-5 და შეიძლება ძლიერი ქიმიური აგენტით დაახლოებით 10-12 ტონითაც შევცვალოთ. ხათ შორის ორსულებისთვის არ შეიძლება. რა თქმა უნდა, აქვს თავისი უკუჩვენებები. პირველ რიგში არ უნდა იყოს პაციენტი ალერგიული იმ კომპონენტების მიმართ, რა კომპონენტებისგანაც შედგება მათეთრებელი გელი. ასევე ლაქტაცია, ორსულობა და ბავშვთა ასაკი. ნუ სავარაუდოდ 17 წლამდე, 18 წლამდე უკუჩვენება არის კბილების ქიმიური გათეთრება. ქიმიური გათეთრება არის ორი სახის. ეს არის სტაციონარული, ანუ რომელიც ტარდება კლინიკაში უშუალოდ სტომატოლოგის მიერ და არის სახლის პირობებში ჩასატარებელი ქიმიური გათეთრება. სახლის პირობებში ქიმიური გათეთრების ჩატარების დროს აუცილებლად პაციენტი მიმართავს ექიმს, მისთვის მზადდება ინდივიდუალური კაპები, ანუ ეს არის მოწყობილობა, რომელშიც ხდება ამ ქიმიური აგენტის მოთავსება და პირისყრუში მოთავსება. ამას პაციენტი ახორციელებს სახლში, დაახლოებით ჭირდება ამას 10 დღე 2 კვირა, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ. ანუ ყოველ დღე გარკვეული პერიოდით, იმის და მიხედვით ინსტრუქციაში როგორ მოყვება ამ გელის მოხმარება, სხვადასხვა მწარმოებლისგან მოწოდებული ამ ქიმიური აგენტების ინსტრუქციით ხელმძღვანელობს პაციენტი და 2 კვირის განმავლობაში აღწევს სასურველ შედეგს. ხოლო რაც შეეხება ქიმიურ გათეთრებას სტაციონარულ პირობებში, ეს არის პირველივე ეფექტი სტომატოლოგთან ვიზიტის დროს, მაგრამ ეს გელი არის საკმაოდ მაღალი კონცენტრაციის და რა თქმა უნდა, თქვენ ბრძანეთ ახლა გარკვეულ სირთულეებთან მერე გვაქვს შეხება, იმიტომ რომ ხდება მგრძნობელობის მომატება პაციენტები, ემატებათ მგრძნობელობის მომატება ცივი ჰაერის შესუნთქვის დროს, ცივი სასმელის მიღების დროს, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება რამდენიმე დღის განმავლობაში. ნუ შეიძლება მაქსიმუმ რამოდენიმე კვირა გაგრძელდეს. თუმცა ეფექტი იმდენად კარგია. ეფექტი ძალიან კარგია. ასევე უკუჩვენება ამ დროს კარიესული კბილების არსებობა. თუ ფრონტალურ კბილებზე არის კარიესები, მაშინ ხდება კარიესების დაბჟენა, რათა კარიესულ ღრუში არ მოხდეს ამ გელის მოხვედრა და შემდგომ არ გააღიზიანოს კბილის პულპა და არ მოხდეს კბილის ნერვის ანთება. ეხა ერთ ცოტა იუმორისტული კითხვა უნდა ისო, მაგრამ ძალიან აქტუალური ხანდახან და ისეთია საჭიროა. კბილით გატეხვა თხილის და ლუდის გახსნა კბილით რამდენად ვნებს კბილს მათგასაგონად, ვინც ესე იქცევა ხოლმე. ეს არის ძალიან მავნე ჩვეულებობა, საკუთარი, რომელსაც შემდეგ პაციენტი პირდაპირ მოყავს. და ასევე რამდენადაც ვიცი ეს აი სპეციალური ჭხირები რო კბილის აწმენდი, ის მოხმარებას არ შეიძლება. ხო და აღარ ახლა ჭხირები ძალიან აქტუალურია იგივე ყველა კვების ობიექტში არის მოთავსებული. მაგრამ ეს არის ძალიან საზიანო, ნუ პირდაპირ აზიანებს, ღრძილებს და ასე ეგრეთ წოდებული კბილის ჯიბე, რომელიც შემდეგ უკვე ძალიან შემაწუხებელია პაციენტისათვის და ეს არის საწინდარი იმის, რომ ვითარდება კბილების ანთება, პაროდონტიტი, ხდება იქ მიკრობების დიდი რაოდენობით დაგროვება. ასევე არის ხოლმე შემთხვევები პაციენტები, რომლებიც ხშირად მოიხმარე კბილის ჭხირებს, ხდება ჩატეხვა კბილთა შორის სივრცეში, შემდეგ ეს არის გამომწვევი სხვადასხვა ანთებითი პროცესების, ამიტომ სტომატოლოგების მიერ არ არის არანაირად გამართლებული ჭხირების მოხმარება. შეიძლება თავიდანაც ის დავიწყო, პროცედურად კითხვის არ შეიყო. კბილის დაზიანება, ან დაუშვათ არასწორი მოვლა, რაც შემდგომ მოიწვევს მეორე კბილის გართულება. თუ შეიძლება კბილმა გამოიწვიოს ორგანიზმში სხვა რაღაც დაავადების წარმოქმნა და უბრალოდ კბილს უკავშირდება და პირისყრუს და მეტი არაფერი გართულება. იმიტომ რომ მე მქონია შემთხვევა რომ ტკივა კბილი აქედან ფეხების ბოლომდე. რა თქმა უნდა, დამბალდაცემული. პირველ რიგში პირისყრუ და კბილები, საღეჭი აპარატი, ეს არის საჭმლის მომნელებელი სისტემის პირველი რგოლი, სადაც უშუალოდ იწყება საკვების დაქუცმაცება.
ის თუ მე კუჭს როგორი დაქუცმაცებული საკვები მიეწოდება და როგორ ხდება მისი გადამუშავება, მონელება, რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე პირდაპირ კავშირში არის. ნუ ასევე რა თქმა უნდა, მოუვლელი პირისყრის შემთხვევაში, როდესაც უკვე პულპიტამდეა საქმე მისული, ანუ კბილის ნერვის ანთებამდე, აქ შეიძლება წარმოიქმნას ანთებითი პროცესები, რომლებიც სხვადასხვა გართულებებს იწვევს და უკვე ყვასახის ქირურგის ჩარევა, ყვასახის ქირურგის პრეროგატივაა და საკმაოდ მძიმე გართულებები და რთული ფორმებით აკითხავენ პაციენტები შემდეგ ექიმებს. ესე იგი, როდესაც თქვა სტომატოლოგთან მივდიო, მე პირადად, ხო? ნუ გარდა იმისა, რომ პროფესიონალი უნდა იყოს, ძალიან მაღელვებს სტერილიზაციის საკითხი. ანუ რამდენად არის პრობლემა კიდე დგას სადმე რომ არა, როგორ არ დგას, ძალიან ბევრი დაავადება გადადის და გამიგია დღესაც, რომ აი სტომატოლოგთან ვიზიტისას, თქვა ვიღაცას B ჰეპატიტი ან C ჰეპატიტი ეს ალბათ ბოდიშუთ ჩემი აზრია, რომ ალბათ ეს იწვევს ხარჯებს მაინც, იმიტომ რომ ყველა ნორმალური კლინიკა მაინც ხარჯებთან დაკავშირებული და რამდენი არიან ადამიანს არ აქვს საშუალება მიდიან IAPH-ში და IAPH-ში შემდგომ სავალალო შედექში. კლინიკა, როდესაც აღჭურვილი არის სასტერილიზაციო ოთახით და იქ ხდება სრულფასოვანი გასტერილება, ეს ხსნარები, რომლებითაც ხდება ეს იარაღის გაუვნებელყოფა, გასტერილება, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ეს არის საკმაოდ ძვირი ფუფუნება და ამიტომ ნუ შეიძლება რომ ყველა კლინიკა არ არის აღჭურვილი. რა თქმა უნდა, ერთჯერად რეაფად გადაიხოთ, რა თქმა უნდა, სტერილიზაცია ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი და უპირველესი საკითხი, ნუ პირადად ჩვენს კლინიკაში ამას დიდი მნიშვნელობა და დიდი პრიორიტეტი ენიჭება. საერთოდ გაუტკივარებას ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობას ანიჭებენ, იმიტომ რომ კბილის ექიმის ძალიან ბევრი სეშინია და ურჩევნიათ ხოლმე მოითვინონ საოცარი კბილის ტკივილი, ვიდრე არ მივიდნენ კბილის ექიმთან, იმიტომ რომ ის პროცესი აი ბურღვა ძალიან ბევრი ხმატკის საშინელებაა და ვით გამიგია რომ აი არ შეუძლიათ. მაგრამ არსებობს თანამედროვე მეთოდები, ტექნოლოგიები გაუტკივარების და არსებობს გაუტკივარების მეთოდები, რომლითაც დაძლეულია უკვე ყველანაირი შიში სტომატოლოგიაში. ეს არის სხვადასხვა ინექციები, რომელიც კეთდება უშუალოდ კბილის ირგვლივ არეში. თუმცა ინექციის შიშიც აქვს. რა თქმა უნდა, ინექციის შიშიც არის, მაგრამ ეს არის ერთობლივი მუშაობა პაციენტის და ექიმის, რომ დავაძლევინოთ პაციენტს ინექციის შიში და შემდგომ უკვე პაციენტი, რომელიც მიხვდება, რომ უმტკივნეულოდ კბილის მკურნალობა ეს ერთგვარი სასიამოვნო პროცედურაა, შემდგომში უკვე ინექციის შიში რა თქმა უნდა აღარ ვითარდება. მე ძალიან შეშერა ვიყავი მახსოვს და ბოლოს აი შესანიშნავი ექიმი არ ვიტყვი კლინიკას თუნ მიყურებს მადლობას ვხდი და მაი ეს ყველაფერი მან მე რო გამიკეთა მივხვდი რომ თურმე კბილის ექიმთან საშიში აღარ არის და ისე ჰოპ დავწევდები და ყველაფერი კარგად მოხდა რომ ძალიან კარგი. და აუცილებლად თქვენ რა გითხოთ ეს ცივი და ცხელის მიღებაზე, იმიტომ რომ არა აი ცხელის ადვილის შემდეგ ცივი წყალი ან პირიქით ესე ძალიან საზიანოა ზიანდა. რა თქმა უნდა, კონტრასტული ტემპერატურის საკვების მიღება საკმაოდ ესეთ უარყოფით ზეგავლენას ახდენს პირის ღრუზე, საერთოდ საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. რა თქმა უნდა, ცხელი საკვების მიღების შემდეგ არ არის აუცილებელი რომ აუცილებლად ცივი წყალი დავაყოლოთ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კი მეტნაკლებად ეს ყველაფერი საზიანო მოქმედებას ახდენს. მოკლედ ჯანსაღი კბილები რომ მქონდეს, ამისთვის უნდა ვესტუმროთ სტომატოლოგს წელიწადში ორჯერ. აუცილებლად ამის გარეშე არანაირად და გვექნება ჯანსაღი კბილები. აუცილებლად. გიხოთ ჰოლივუდის ღიმილის წარადგმის შემდეგი რაც ხდება, დიდი მადლობა მობრძანებისთვის, საიდუმლოებისთვის. თქვენ მოწვევისათვის. გისურვებთ წარმატებებს. მაყურებელს კი შევახსენებ, ექიმი სტომატოლოგი ქეთევან ვაშაკაშვილი გახლდათ განთიადის სტუდიაში სტუმრად. გრძელდება ჩვენი გადაცემა ლიკა მაჩხანელი